4 დღე იყო ბოლო დარბევიდან გასული და რამოდენიმე ჩემ მეგობარს და არა მარტო მეგობარს ინტერნეტ სივრცეში რასაც ვკითხულობდი, უგრძელდებოდათ ეს სპონტანური ცხვირიდან სისხლდენები. ორმა ადამიანმა გვითხრა, რომ ყველა დაეწყოთ სუნთქვის პრობლემები, პნევმონიტის დიაგნოზი იყო დადგენილი, მეორესთან გახანგრძლივებული პნევმონია, ფილტვის ფუნქციის ცვლილებები იყო და სავარაუდოდ აქაც იყო პნევმონიტი. ის ფილმში ასახული იყო ყველა ის ძალადობა რაც იყო მანამდე, ხო, ადამიანების ცემა, წაქცეულების, მათი რა ვიცი, ცხვირპირის დამტვრევა, დაჭერილების ცემა და ასე შემდეგ. რასაც მე პირადად შევესწარი, ცხვირი ქონდა ჩამტვრეული, კბილები ქონდა ჩამტვრეული, ყბა ქონდა მოტეხილი. მე მაინტერესებს მაგალითად მაგ თემაზე რა აზრის არიან აი ეს ექიმები, რომელიც ამბობენ ისევ ჩვენ კვლევაზე დაიწყებენ საუბარს თუ ამ თემაზეც დაიწყებენ საუბარს. მით უმეტეს რომ ჩვენი კოლეგებიც იყვნენ, ხო, ნაცემები. ერთი რომ ადამიანებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ქიმიური არახს რო თავი დავანებოთ. ასევე არავინ არ დასჭილა, ესეც ნიშანდობლივი არის და მეორე რაც უნდა ვთქვა, მესამე რაც უნდა ვთქვა არის ის რომ პირიქით აქეთ დაიჭირეს ჩვენი მხარეს. სულში ხო დაგიბარეს ყველა. პლუს დაიწყეს თქვენი კოლეგები, ასე ვთქვათ, გამოიყვანეს თქვენს წინააღმდეგ, ხო? ნუ სამწუხარო არის ნამდვილად იმ ადამიანების ადგილს მე არ ვსურვები ყოფნას, იმიტომ რომ თავი შეირცხვინეს ჩემი აზრით. მოგესალმებით, მე ვარ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი და ეთერშია გადაცემა პოლიტ ქალაქი. ამ კვირის მთავარი თემა იყო BBC-ის სკანდალური გამოძიება იმის შესახებ, რომ შესაძლებელია საქართველოში აქციების დარბევის დროს აკრძალული ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს. თუ ეს დადასტურდა, ბუნებრივია დიდი სკანდალია და ამას შეიძლება საერთაშორისო გამოძიებაც მოყვეს, მაგრამ ხელისუფლება რა თქმა უნდა ამ ბრალდებებს უარყოფს. ისინი ამბობენ, რომ არანაირი აკრძალული ნივთიერება არ გამოუყენებიათ და ის ნივთიერებები, რაც გამოიყენეს, ნაციონალური მოძრაობის დროს იყო შეძენილი და თუ იმას პასუხისმგებლობა დადგება, ეს ისე ვანო მერაბიშვილია. ხელისუფლებამ ამ სკანდალურ გამოძიებას პროპაგანდის აგორებით უპასუხა და მათი პროპაგანდის სამიზნე გახდნენ ის ადამიანები, ვინც ამ ფილმში მონაწილეობდნენ და ის ადამიანები, ვინც ჩაატარეს სამედიცინო კვლევა იმის შესახებ, თუ რა სიმპტომები და პრობლემები გამოუვლინდათ ადამიანებს, რომლებიც დარბევის ქვეშ მოხვდნენ. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი სწორედ ამ კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ექიმი კოტე ჩახუნაშვილი იქნება. მოგესალმებით, კოტე. გამარჯობა. გადაცემაში მონაწილეობისთვის მოკლედ ეს დღეები მთავარი ხარ პერსონაჟი მედიის განსაკუთრებით სახელმწიფო მედიის ამ BBC-ის გამოძიებიდან გამომდინარე. სამ საუბარს დავიწყებ, ვიტყვი რომ ეს გადაცემა იწერება შაბათს და გადის კვირას, ამას იმიტომ ვამბობ, რომ კვირამდე შეიძლება რამე შეიცვალოს ხოლმე და ხო შაბათს ვიწერთ გადაცემას და ამ დროის მონაცემებით ჯერ კიდევ ხელისუფლება არ ამბობს რა ნივთიერება გამოიყენა. მთელი ის მიმართული არის ამ BBC-ის გამოძიების გაშავებისკენ და თქვენი ასე ვთქვათ კვლევის გაშავებისკენ. ხო, აქცენტი გამოვიდნენ სხვადასხვა ექიმები, გამოიყვანეს სახელმწიფო არხებზე, რომლებიც ამტკიცებენ, რომ არაკომპეტენტურია თქვენი კვლევა. აი ამაზე რა გვეტყვით და ზოგადად ეს კვლევა როგორ ჩატარდა, რატო ჩატარდა და ამაზეც რო ვისაუბროთ. ეს არაერთ ტელევიზიაში ვთქვი და თავიდანვე ვიტყვი, ზოგადად როდესაც რაღაც კონკრეტულ სტატიას წერ, სამეცნიერო სტატიას წერ, მე ეს იგზავნება სპეციფიკურ ჟურნალში, მაგალითად ჩვენ რახან გამოვყენეთ ტოქსიკოლოგიურ ჟურნალში, ეს იმას ნიშნავს, რომ იქ ამ დარგის ექსპერტები აფასებენ ამ ნაშრომს და ჩემი კომპეტენტურობა და ნაშრომი რამდენად თავსებადია თვითონ ამ ჟურნალში გამოქვეყნებაზე უკვე თვითონ წვეტენ. შესაბამისად ამ კითხვაზე პასუხი არის თვითონ ნაშრომშიც ვინ იყო ასე ვთქვათ handling editor-ი, ანუ მთავარი რედაქტორი, ვინც ხელმძღვანელობდა რეცენზირების პროცესს და ასე შემდგომ. იქ არის რამოდენიმე ეტაპიანი, პირველი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს რედაქტორმა, რამდენად უღირს ზოგადად რომ გააგზავნოს რეცენზიაზე, მერე რეცენზიაზე იგზავნება, რეცენზიიდან მოდის პასუხი, მერე რედაქტორი თუ თulis საჭიროდ ეგრევე აქვეყნებს, მაგრამ ძალიან იშვიათია ეგ. როგორც წესი, ერთი მაინც არის ხოლმე რაუნდი, როდესაც გიბრუნებენ პასუხებს, მაგალითად ამ შემთხვევაში ჩვენ დაგვიბრუნეს ერთი პასუხი უკან, რომ რაღაცები გაგვესწორებინა, ეს რაღაც კონკრეტული მონაკვეთები ჩავასწორეთ და უკვე როდესაც მეორედ ავტვირთეთ კვლევა, გადაწყვიტეს, რომ შესაძლებელი იყო ამ ჟურნალში გამოქვეყნება. თან ეს არ არის რაღაც უბრაგუნო ჟურნალი, რომელიც ეგრეთ წოდებული არის ესეთი პრედატორი ჟურნალები, რომელიც
ფაქტობრივად რასაც გაუგზავნი, ყველაფერს აგზავნიან, ხო? და შესაბამისად კომპეტენტურობის ნაწილს მე ვერ დავიბრალებ როვალ ტოქსიკოლოგი და არც ვაპირებ ამის თქმას, მაგრამ ნაშრომი რამდენად შეესაბამებოდა იმას, რასაც ვწერდით, ეს უკვე გადაწყვეტილი არის და გამოქვეყნებულია, ხო? ნუ იქ იყო ერთი პრეტენზია ის, რომ პოლიტიკური თიწყება შესავლდა ეს რა სამეცნიერო სტატია პოლიტიკური თემები. ობზერვაციულ კვლევებზე არის, ეხა გუშინ დაწერეს ჩემო მეგობრებმა, უბრალოდ არ ვიცი რამდენად გაიგებს ეხა ის ექიმები თვითონ, იმიტომ რომ შუბლის ძარღვი აქვს ჩემი აზრით გაწყვეტილი, მაგრამ არის თროუბ რეკომენდაციები, რომელშიც პირიქით ობზერვაციული კვლევების დროს დეტალურად უნდა იყოს აღწერილი გარემო, რაშიც ჩატარდა კვლევა, რატომ ჩატარდა და ნუ მოკლედ ეს შესავალი უნდა იყოს კარგად ახსნილი, ხო? გარდა ამისა, ეს ინტერვიუში ამბობდა, რომ ერთ ჟურნალში ვარი გვითხრა პოლიტიკური კი, ერთ-ერთი ჟურნალი იყო, რომელმაც თქვა, რომ სრულად ამოიღეთ პოლიტიკური კონტექსტი და ჩვენი გადაწყვეტილებით თქვით, რომ არ გვიღირს აქ გამოცხადება, იმიტომ რომ თვითონ რეცენზენტიც ვერ გაიგებდა კონკრეტული მდგომარეობა რა იყო და მე როდესაც გამოქვეყნებოდა კვლევა, არ იქნებოდა სწორი, რომ ისე გამოქვეყნებინა, ხო? რაც შეეხება მეორე ნაწილი დამოვიწყდა რა მკითხე. ხო, არა, აქ საუბარი არის იმაზე, რომ ერთი თქვა პოლიტიკური თემა, მეორე კომპეტენციის თემა, ამაზე ვისაუბრეთ და მესამე საერთოდ არაფერს არ იძლევა ეს კვლევა, არაფერს არ ამტკიცებს, ვერაფერს ვერ ამტკიცებს, ვერაფერი დასკვნა ვერ გამიდის, ბევრი დათქმები აქვს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რას შეიძლება ამ კვლევიდან გამოივიტანო? ამ კვლევაში ჩვენ რისი თქმაც შეგვეძლო არის დასკვნაში გამოტანილი, რომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რახან ჩვენ ის კონკრეტული ცვლილებები ვნახეთ, რაც დადგინდა ჩვენი კვლევით, მაგალითად ის, რომ ელექტროკარდიოგრაფიული ცვლილებები იყო 2 თვის თავზე და მეტით, სადღაც 2.5 თვე და 2.5 თვე იყო გასული. მოდი, რომ აყურებელი არ დავაბდიოთ, თავიდან მივყვეთ, ანუ რა გააკეთეთ კონკრეტულად, ვინ გამოიკვლიეთ, რატო გამოიკვლიეთ, როგორ თვითონ მეთოდოლოგია რა იყო? კი ბატონო, პირველ რიგში კითხვარი შევადგინეთ, სადაც ვინც მსურველი იქნებოდა, რომ მონაწილეობა მიეღო შეეოსეს, კითხვარში იყო სხვადასხვა კითხვები, მაგალითად, რამდენი დღე ესწრებოდით დარბევას, იყენებდით თუ არა აირწინახს და თუ იყენებდით, რომელ აირწინახს იყენებდით, რა სიმპტომები დაგეწყოთ მაშინვე, რა სიმპტომები დაგეწყოთ, რა სიმპტომები გაქვთ ახლა, როდესაც ავსებთ. და ეს კითხვარი ჩაეშვა დაახლოებით 9 იანვარს, როგორც მახსოვს. ანუ მინიმუმ 1 თვე იყო გასული იმ დარბევების დამთავრებიდან. იმიტომ რომ ბოლო როგორც მახსოვს 7-ში თუ 8-ში იყო, თავს ვერ დავდებ ოღონდ, ხო? მე მგონი 7-ში ან 8-ში იყო. და შესაბამისად გადავწყვიტეთ, რომ უბრალოდ მე გადაწყვეტილი ვქონდა, რომ გაგვიკეთებინა რამოდენიმე კვლევა. ეს კვლევები იყო შედეგების სისტემის შესწავლა, სისხლის საერთო ანალიზში გვაინტერესებდა თრომბოციტების რაოდენობა რამდენი იქნებოდა, კოაგულოგრამა, ანუ შედეგების სისტემა როგორ მუშაობს, ეგ გვაინტერესებდა, გავაკეთეთ კაპილარების შესწავლა კაპილაროსკოპიით და ასევე გავაკეთეთ ელექტროკარდიოგრაფია, ხო? რაც შეეხება მოტივებს, თავიდან არაერთხელ ვთქვი, მაგრამ გავიმეორებ ისევ, რომ ვინც მარტო ამ გადაცემას უყურებს, მანაც გაიგოს. ანუ თავდაპირველი მოტივი იყო ჩემთვის საინტერესო ის, რომ როდესაც ადმინისტრაციული დაკავებიდან გამომიშვეს, უკვე სადაც 4 დღე იყო ბოლო დარბევიდან გასული და რამოდენიმე ჩემ მეგობარს და არა მარტო მეგობარს ინტერნეტ სივრცეში რასაც ვკითხულობდი, უგრძელდებოდათ ეს სპონტანური ცხვირიდან სისხლდენები. აუხსნელი, შესაბამისად ჩვენი თავდაპირველი ის იყო, ხო არ არის შედეგების სისტემის პრობლემა, ხო არ არის კაპილარები დაზიანებული და კარდიოვასკულური სისტემა ხო არ არის დაზიანებული. შესაბამისად, ამის მიხედვით შევადგინეთ ეს პროტოკოლი. კიდევ გვინდოდა გარკვეული კვლევები, იმიტომ რომ მაგალითად ხედველობის პრობლემა ჰქონდა ბევრს, გაუარეს და თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მოხალისეობრივი გუნდი იყო და ოფთალმოლოგიას თქვათ ვერ ჩავრთეთ და კიდე გარკვეული კვლევები გვინდოდა, რაცაც ვერ შევწუდით, რომ გაგვიკეთებინა ესე უსასყიდლოდ, ამოვიღეთ და დავტოვეთ ეს 4 კვლევა. რა მიგნებები ვიპოვეთ ახლა. პირველ რიგში უარყავით ის, რომ შედეგების სისტემა იყო დაზიანებული, იმიტომ რომ ნორმის ფარგლებში იყო სისხლის საერთო ანალიზის შედეგები და შედეგების სისტემის კოაგულოგრამა ნორმალური იყო. კაპილაროსკოპიით იყო გარკვეული ცვლილებები,
ასევე ელექტროკარდიოგრაფიულად იყო გარკვეული ცვლილებები და საკონტროლო ჯგუფს გაუკეთეთ ეს კვლევებიც, ანუ იმ ადამიანებს, რომლებიც არ იყვნენ რუსთაველზე, ან არ ცხოვრობენ რუსთაველზე, ან დემონსტრაციებზე არ იყვნენ. უბრალოდ ეს სამივე კრიტერიუმი უნდა დაეკმაყოფილებდეთ, გარდა იმისა, რომ ასაკი უნდა ყოფილიყო 18 და ზევით და როდესაც შევადარეთ საკონტროლო ჯგუფს, იყო განსხვავებული სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება ელექტროკარდიოგრაფიული მხრივ. მაგალითად 4 შემთხვევა იყო, როდესაც კაპილარსკოპიაზე იყო გარკვეული ცვლილებები, მაგრამ და 0 იყო საკონტროლო ჯგუფში, მაგრამ როდესაც სტატისტიკური ანალიზი გავაკეთეთ, იქ დაგვიწერა, რომ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ცვლილება არ იყო და შესაბამისად ვერ დავწერეთ, რომ ეს ასოცირება არის, ხო? და შედეგები, როდესაც შევაჯამეთ, ხო, ასევე მნიშვნელოვანიაც არის და ასევე უნდა ვახსენოთ, 2 პაციენტი იყო, რომელმაც ჩვენს კვლევაში არ მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მანამდე უკვე ექიმთან ჩვენ სანამ დარეკვები დავიწყეთ ამ 357 კაცთან, საიდან 69 მოვიყვანეთ. 2 ადამიანმა გვითხრა, რომ ხველა დაეწყოთ, სუნთქვის პრობლემები და გამოკვლევები უკვე ჩატარებული ჰქონდათ. ერთს ჰქონდა ასე ვთქვათ, სრული გამოკვლევა ჩატარებული ფაქტობრივად და პნევმონიტის დიაგნოზი იყო დადგენილი, მეორესთან გახანგრძლივებული პნევმონია, ფილტვის ფუნქციის ცვლილებები იყო და სავარაუდოდ აქაც იყო პნევმონიტი, რაც ასევე ცალკე თავად გვაქვს გამოტანილი. შესაბამისად, ობზერვაციული კვლევის ფარგლებში ჩვენ რაც შეგვეძლო დასკვნის სახით ჩაგვეწერა, ასე ვთქვათ, რო წაიკითხონ ძალიან ზომიერი ენა არის გამოყენებული და არის დასკვნა რა არის ხო? დასკვნა ჩვენი იყო ის, რომ ეს ასოცირებები რახან ვიპოვეთ და რახან ფილტვების მძიმე დაზიანების შემთხვევაც იყო, უნდა გადაიხედოს რეგულაციები, ცხენსადენი გაზის უხვად ჭარბად გამოყენებით. ვიყავდით ცხენსადენი გაზის თემას. მაშინ არ ქონდათ წარმოდგენა, რომ რაღაც შეიძლება აკრძალული ქიმიური ნივთიერება ყოფილა. სახელწოდებაშიც რო წაიკითხონ, ეგრევე tear gas გვიწერია, ანუ ცხენსადენი აირი, ხო? ანუ ჩვენი ჰიპოთეზა ეფუძნებოდა იმას, რომ გამოიყენეს CS გაზი დიდი რაოდენობით და გარკვეული ჩვენი პატარა მოკვლევა რაც ჩავატარეთ კაფსულების მიხედვით, ისიც გვიწერია, რომელს ვარაუდობთ, რომ იყენებდნენ. ეს არის GL202 კანდორის წარმოების. ახლა მას შემდეგ რაც დაიდგა საკითხი, რომ შეიძლება რაღაც სხვა ნივთიერებაც ყოფილიყო გამოყენებული, ახლა როგორ უყურებთ ამ კვლევას? ეხა უყურებთ, ანუ ეხა იცი როგორ არის რაღაცა კონკრეტული ცვლილება, ანუ აგენტის ცვლილება კონტექსტისთვის, ეხა რო შეგვეძლოს ჩვენ ჩარედაქტირება, იქ ალბათ ერთ წინადებას მივამატებდით, რომ შესაძლებელია გამოყენებულიყო, აი UN 34-38 არის, ხო, როგორც მახსოვს, UN 34-38-ის ქვეშ მყოფი ნივთიერებები, რომლებიც ასევე შეიძლება იყოს დაკავშირებული ამ ცვლილებებთან, ხო, მაგრამ ეხა უკვე სტატია გამოქვეყნებულია მაგის არა, მე ზოგადად ვამბობ, როგორ უყურებთ სიტუაციას, რომელიც თქვა ამ კვლევაში აღწერეთ, რაც მოგცათ ამ კვლევამ და დღევანდელ ამ ინფორმაციას. კონტექსტ ზოგადად ცulis, ხო, მთლიანად იქიდან გამომდინარე, რომ კანოსაწინააღმდეგო ნივთიერება, როდესაც იყო გამოყენებული, ეგაცილებით უფრო მძიმე მდგომარეობა, ვიდრე ზედმეტად გამოყენება ცხენსადენი აირის. თუმცა მარტო ცხენსადენი აირის რო ყოფილიყო გამოყენებული, ეგეც არ გვაძლევს საშუალებას. მაგალითად, დაკითხვაზე, როდესაც ვიყავი, აი დასკვნაზე რომ მკითხეს, იქ ასევე ვთქვი და ეხლაც ვიტყვი, რომ ძირითად დისკურსი იყო ის, რომ იმდენად არადისკრიმინაციულია ზოგადად ეს ცხენსადენი აირი, რომ მისი გამოყენება უპრაკუნოდ არ შეიძლება, იმიტომ რომ თვითონ ქართული ოცნების ხელისუფლება, რასაც ამბობს 100,000 კაციდან ბრალი დასდეს 60, ხო? პროცენტულად ეს 0.006% გამოდის თუ სწორად დავითვალე ხა გონებაში, ან 0.006 რაღაც ძალადობის ბრალდები დაკავებული. კი ბატონო, ანუ თუ თვითონ თვლიან რომ 60 კაცი იყო მაშინ ცხენსადენი აირის გამოყენება ზოგადად ვერ იქნება პროპორციული ვერანაირად. აი პარადიგმა აქეთ მიგვყავდა და რო გწოდნოდა რომ არალეგალური იარაღი იყო გამოყენებული, უფრო ვეცდებოდით რომ მეტი რესურსი მოგვეპოვებინა. უფრო დამატებითი კვლევები გაგვეკეთებინა მაგათო ეჭვი რატო არ გაჩნდა მას ბევრი ფიქრობს რომ ეჭვი გაჩნდა აი რატო არ აიღეთ იგივე წყალში წყლის შინჯები და ჩვენ რატო არ ავიღეთ ხა ვიღაცებს რატო არ გამოუვიდა აი ეგ არის სხვათა შორის ფერადი წყალი მოდიოდა ტროლბოტებში სხვათა შორის ეგ არის აქტიურის მე მაგალითად არ მოვიტყულები რომ მაგაზე არ მიფიქრია და პეტიციაზეც მაგალითად ხელი არ მომიწერია მაგრამ ჩემი კოლეგები სადღაც რამოდენიმე ასეული თუ სწორად მახსოვს 800 900 კოლეგა პეტიციას აწერს ხელს რომ
გითხარით რა, ანუ უჩვეულო სიმპტომებია და ეს ხო ოფიციალურად ჯანდაცვის სამინისტრომ როგორც მახსოვს მიწერა კიდევაც უკან პასუხი, რომ არაფერი საგანგაშო არ ხდება სტატისტიკაში, რაღაც განსაკუთრებული შემთხვევების მატება არ აღინიშნება და არ ვთვლით საჭიროდ რომ გამოვითხოვოთ ეს ნივთიერება, ხო? ანუ ეს ხო დოკუმენტირებული არის. ამიტომ ამ ხრივაც პროპაგანდა როდესაც წავა, რატო არ აიღეთ? კი, ცუდია რომ არ ავიღეთ, ხო? კი, სინჯები. მე მაგალითად პრობლემურად მიმაჩნია ის, რომ ზოგადად ძალიან ბევრი ადამიანი იმ დროს წერდა, რომ ავიღოთ, მაგრამ საბოლოო ჯამში არავინ არ აიღო, ხო? ანუ ეგ ალბათ ზოგადი პრობლემა არის ჩვენი. ალბათ ვერავინ ვერ წარმოიდგინა, რომ შეიძლება აკრძალული ნივთიერება გამოიყენებინათ, თუ რა შეიძლება ეს უკავშირდება. ერთი ეგ არის, მეორე არის ის, რომ იმის შეგრძნება იყო, რომ ესენი მიდიან და ეხლა რა ნივთიერება არა ის კიდე და ან მალე მორჩებიან ესენი და ალბათ ეს ფიქრის პროცესიც იყო. და მესამე იყო, იმდენად აჟიტირებული იყო ყველა, რომ იქ დარბევის პერიოდში მაგაზე ფიქრი, რაციონალური ფიქრი ალბათ ბევრს ჰქონდა დათქმული, რაც სამწუხაროა. ეხლა რა თქმა უნდა დროში რომ გადამაგდო ავიღებდი ანალიზს, მაგრამ ხო, აი ხა მაგაზე ხო, გასაგებია უბრალოდ ეს ერთ-ერთი არგუმენტი და კიდევ ერთი მთავარი არგუმენტი რაც აქვს ხელისუფლებას და იგივე ჯანდაცვის მინისტრი ახსენებდა ისიც ამაზე საუბრობდა, რომ თუ ესეთი აკრძალული და საშინელი ნივთიერება იყო გამოყენებული, მაშინ უნდა ყოფილიყო უფრო მეტი მომართვიანობა, უნდა ყოფილიყო უფრო მძიმე შედეგები. ტოქსიკოლოგები გამოვიდნენ და ისინი ამბობდნენ, რომ ჩვენს გარეშე მაშინ ვერ იმართებოდა ასეთი პაციენტები და ჩვენამდეც უნდა მოსულიყო ასეთი პაციენტები და რადგან ასეთი მძიმე რაღაცები არ იყო, როგორც მაგალითად 9 აპრილის მერე იყო, ხო, ბევრი მოწამული და შემდეგ ესე იგი ეს ნიშნავს, ეს ადასტურებს, რომ არაფერი განსაკუთრებული ქიმია არ გამოყენებულა. მოდი დავიწყოთ თავიდან, როდესაც 9 აპრილი მოხდა ცენტრალიზებული იყო უფრო მეტად ჯანდაცვის სისტემა და უფრო მარტივი იყო მაშინ, მაგალითად ძირითადი მიმართვიანობა, როგორც მახსოვს, მაშინ იყო რესპუბლიკური საავადმყოფოში და ეხა გაფანტული არის, ხო, ჩვენთან ვინც მოვიდა, ყველა სხვადასხვა სპეციალისტთან იყო. ზოგი კანის გამოვლინებებით იყო დერმატოლოგთან, ზოგი იყო პულმონოლოგთან ფილტვების გამოვლინებით. მაგალითად, ერთ-ერთი საყურადღებო ცალკე თემად რატო გამოვიტანეთ ეს პნევმონიტი, იმიტომ რომ პნევმონიტი ეს მარტივად არ ვითარდება. პნევმონიტი ვითარდება ისეთ პროფესიული დაავადებების მხრივ, მაგალითად, მეშახტეებში, ფქვილთან ვინც მუშაობს, მშენებლობებზე ვინც მუშაობს, ანუ მტვერთან ვისთანაც აქვს შეხება და ეგ მაგიტო გამოვიტანეთ, რომ აი ეს უცნაურია, რომ ეს განვითარდა და ან ძალიან დიდი დოზები არ უნდა გამოიყენოთ ხალხო. ან ნუ ის დაშვება არ გქონია ჩვენ, მაგრამ ეხლა რეტროსპექტულად შეიძლება იმასთანაც იყოს კავშირში, რომ რაღაც აკრძალული ნივთიერება იყო, ხო? რაც პრობლემური არის, ეხლა არის ის, რომ როდესაც ეს პოპულარული, ანუ Facebook-ში ცირკულირება დაიწყო ამ თემა დაახლოებით რამოდენიმე ასეულმა ადამიანმა მე მომწერა და გადავამისამართე მაგალითად იურისტებთან, რომელიც აგროვებენ ამ მონაცემებს. ეხლა უფრო ალაპარაკდა ხალხი, რომ რაღაც სიმპტომები ჰქონდა, უბრალოდ მაშინ ის ნახემერაბ 347 კაციდან ჩვენთან მოვიდა 69. რაც ერთი იმას ნიშნავს, რომ არ ჩათვალეს, რომ მნიშვნელოვანი იყო ეს თემა. მეორე ნდობა არ ქონდათ და მესამე ეშინოდათ, ხო? და რახან ეს თემა გასკდა, მე ბევრი ის ადამიანი, რომელსაც მაშინ აქვს სიმპტომები, თან უმეტესობა მომწერა, რომ მაშინვე დაიწყო კვლევა, ანუ დოკუმენტირებულად, რომ რაღაცა პრობლემები დროის მოკლე მონაკვეთში დაეწყო დარბევების შემდგომ, ესენი უმეტესობა ადამიანებს აქვთ. შესაბამისად, მომართვიანობა არ იყო, რას გულისხმობენ, მე ვერ ხვდები, იმიტომ რომ მაგალითად ჯანდაცვისთან თქვა, რომ ჰოსპიტალიზება ერთი დღეც კი არ და ერთი დღე იყო მაქსიმუმი, ვისაც დაჭირდაო რა. ანუ უფრო მძიმე შემთხვევები იქნებოდაო. მოდი, ანუ ჰოსპიტალიზება არავის არ დაჭირდაო რა, დაახლოებით ეგ მომენტი. ხო, მესმის, რასაც ამბობს ჯანდაცვის მინისტრი, უბრალოდ ეგ არ ნიშნავს იმას, რომ არ იყო გამოყენებული, ხო? იმიტომ რომ მაგალითად მხედველობის პრობლემებით მომწერა ეხა ძალიან ბევრმა ადამიანმა, რაც უშუალოდ მოკლე მონაკვეთში დაეწყო და ესეც შეიძლება ყოფილიყო, ან ჰოსპიტალიზებით მარტო ვერ გააკეთებს ზოგად შეფასებას, ხო? და რამდენადაც მე ვიცი, საერთო სისტემაში ყოველ შემთხვევაში მე სადაც მუშაობ, იქ ავტომატურად იტვირთება საერთო ჯანდაცვის სისტემაში დიაგნოზები და მარტო ჰოსპიტალიზებულ პაციენტებზე არ უნდა ქონდეთ წვდომა, უნდა ქონდეთ ზოგად მონაცემებზე და ეგეც. შედეგები უნდა დამდგარიყო რა, ამაზე აქვს. ხო, მაგრამ ეგ არ ვიცით, გამოაქვეყნონ მაშინ საჯაროდ რა დიაგნოზები იყო, რა მიმართვიანობა იყო და მაგას მერე გადაწყვეტს თავისუფალი ექიმები, ისე ექიმები, რომლებიც ასე ვთქვათ, მთავრობის გამართლებას არ ცდილობენ და მართლაც ცდილობენ, რომ იმას ქნა. მით უმეტეს ეს ჩემთვის სარწყენია, იცი რატო? იმიტომ რომ
გუში, როდესაც გამოვიდნენ, მაგალითად, ერთი ტოქსიკოლოგი იყო, მაგალითად, როდესაც გამოვიდა ერთი კლინიკის დირექტორი და დაიწყო ის გამართლება, უკვე ნათქვამი აქვს პრემიერ-მინისტრს, რომ მინიმუმ გამხსნელი უეჭველი გამოიყენეს. და ეს UN 34-38-ზე არ გვეუბნებიან რა გამოიყენეს და პრობლემა ყოფილა თურმე ის კვლევა რომელიც ჩვენ ჩავატარეთ, რომელიც არაფერ შუაში არ არის ამასთან, ხო? და ანუ კითხვები არაფერ შუაში არ არისო კვლევაო და ამაზე რატო დაეფუძნა BBC და ეგ მაგათი მთავარი პროპაგანდისტული ხაზი არის და მაგას უნდა ვებრძოლოთ, ხო? იმიტომ რომ ნახეთ რა ცდილობენ, პირველად ცდილობენ რომ BBC დაეფუძნა კოტეს კვლევას. მერე თქვენ რომ კოტეს კვლევა ამას არ ამბობს, შესაბამისად BBC იტყუება. ხო. ანუ ეს ლოგიკური ჯაჭვი უნდათ რომ ააგონ, ხო? და მაგიტო არის რომ მაგალითად მე სპეციალურად როდესაც გამოკითხვაზე ვიყავი, იქ სპეციალურად თქვი რომ ჩემი კვლევის ფარგლებში ქიმიკატის დადგენის ჰიპოთეზა არ გქონია, არც გვიცდია დადგენა, მაგრამ BBC-ის ფილმში დეტალურად არის აღწერილი, რას ეფუძნება ეს ყველაფერი. ოღონდ მე როდესაც გამოკითხვაზე ვიყავი, ჯერ არ ქონდათ ეს აღიარებითი ჩვენება. რომ უეჭველი გამოიყენეს და თან ეხაც თამაშობენ, ხო, რაღაც ზოგი ამბობს, რომ კამიტი ვიყიდეთ 2009-ში, მერე ამბობენ, რომ არაფერი არ გვიყიდია, მერე ეხა ამბობენ, რომ კი ვიყიდეთ, ოღონდ რომელიღაცა სხვა არის ამ კოლგიდან და არის დასაშვები. ჩვენ არ ვიყიდეთო, ვანუმერებიშვილმა იყიდაო. ხო, ეგ არის თავი. კი ბატონო. არა ხო ვიღაცა მიხუმრა რომ ვანუმერებიშვილს ატომურ ბომბი ეყიდა, მაგასაც ხომ არ გვესროდითო და ანუ ვანუმერებიშვილა იყიდა, გასაგებია შეიძლება კითხვა იყოს რატო იყიდეს, თუ იყიდეს აკრძალული ნივთიერება. მაგრამ ეხლა რატო გამოიყენეს, ხო? რატო შეინახეს მაშინ? რატო შეინახეს, რატო გამოიყენეს და თუ გამოიყენეს და რა გამოიყენეს, გვითხა. არ ვიცი რამდენად მართალი არის, მაგრამ გუშინ დაიდო ასევე ერთი პოსტი, რომელიც ამბობდა, ესეც გადასამოწმებელია, რომ 5 წელიწადში ვადა გასდის და უნდა ხო, თავიდან ეყიდათო და შესაბამისად, ანუ ეგეც საკითხავი, ანუ ეს დეტალი, ბევრი ნიუანსია, რომელთაც ცდილობენ თავარი ფოკუსი და გადაგვიტანონ და ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვეცადოთ, რომ ვათქმევინოთ ნივთიერება რა არის. იმიტომ რომ ჩემი აზრით რაღაცა ისეთი ნივთიერება აქვს ნაყიდი მართლა რაც არ არის დასაშვები და იმიტომ ცდილობენ ეს რაღაც იწილო-ბიწილო ითამაშონ რომ BBC-ს სავარაუდოდ კიდე აქვს დამატებითი დოკუმენტაცია რომ ამათ მაგრამ თქვენ გადაჭირთ აი BBC იტყვილება და რაღაცა იმათ შეუძლიათ მე ალბათ ამ დამატებითი დოკუმენტაციების გამოტანა რომელიც მე ამათ გაამტყუნებს ხო და ესე მაგითო ცდილობენ BBC-ს როცა ვამბობთ რომ აუხსნათ ეს მაყურებელს რომ მათი მოსაზრება ქიმიური აკრძალული ნივთიერების გამოყენების შესახებ ეფუძნებოდა რა თქვენს კვლევას ანუ ეფუძნებოდა ინფორმატორის შსს-დან გამოტანილ ინფორმაციას ინვენტარიზაციის რომელსაც გამოვიტანა დოკუმენტი სადაც იყო კოდები მითითებული სერიული კოდები თუ რა ნივთიერება იყიდეს და ამის ვერიფიკაცია თვითონ გახსნილი და მეორე იყო სხვა ქიმიკატების შემცველი და ეხლა გასარკვევი არის ამ კოდის ქვეშ კონკრეტულად რომელი ნივთიერება გამოიყენეს. ხო, იმიტომ რომ ვერიფიკაცია ერთ-ერთი არის კამიტი, მაგრამ ხელისუფლება ამბობს რომ ნუ კამიტი არა. მარტივი ხრეკებით ცდილობენ რომ დაიძვრინონ თავი და იმედია არ გამოუვათ, ხო? ხო და რა უნდა მოხდეს ეს რომ არ გამოვივიდეთ? აქ ალბათ ფართო საზოგადოება უნდა შევთანხმდეთ, რომ ჩვენ გვაინტერესებს პირველ რიგში ძალიან მარტივი არის ამის დადგენა ჩემი აზრით მე, იმიტომ რომ ხან ინვენტარიზაციის სიაში ეს ნივთი არის, ესე იგი ოფიციალურად არის მის შესყიდვა გაკეთებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ფულს თუ გაყვები შესაბამის კომპანიასაც იყიდი და იმის ვერიფიკაცია. გაყიდა იმას შეგიძლია გითხრათ. საერთაშორისო გამოძიება ნებისმიერ ვარიანტში საჭიროა, იმიტომ რომ აქაურ გამოძიებას მე მგონი არავინ არ ეყრდნობა და სანამ რაღაც სხვა შეკითხვაზე გადავალ, ასევე ვიტყვი, რომ ბევრი მეკითხება გამოკითხვაზე რა პარადიგმა იყო და პარადიგმა ესეთი იყო, რომ თითქოს ცდილობდნენ, აი რაღაც თქვი, რომ ის ხაზი გაეტა. შენ რო იყავ გამოკითხვაზე, ხო? სუსის გამოკითხვა. ის პარადიგმა იყო, რომ როდესაც თითქოს ესე უნდა ჩაწერონ, რომ კოტეს შევეკითხეთ კამიტი დაადგინა თუ არა, კოტემ გვითხრა რომ არ დაადგინა კამიტი, მორჩა დაიხურა გამოძიება, მორჩა BBC-ს. BBC არ ამბობს რომ კოტემ დაადგინა კამიტი. ხო და აი უნდა ამბობს რომ კოტემ დაადგინა რომ ადამიანებს რაღაც გართულებები ჰქონდათ. მორჩა. ამას ამბობს მარტო, რომ პრობლემები ჰქონდათ ჯანმრთელობის. ამ დარბების მერე მერე დაიწყო BBC-ს მძიება, რა შეიძლება გამოყენებულიყო, იპოვა ინფორმატორი, რომელმაც მისცა ეს დოკუმენტი,
შესყიდვის დოკუმენტი და ამას გაყვა მერე. არანაკლებ პრობლემურია ასევე გამხსნელიც, ხო? იმიტომ რომ კანცეროგენი არის პირდაპირ უწერია და ადამიანების წინააღმდეგ გამოყენებაც მისი არ არის დაშვებული. შეიძლება ქიმიური იარაღად არ ითვლებოდეს, მაგრამ ეს კონკრეტულად ამას აღწერილი აქვს და რაც ასევე ვერიფიცირებული აქვს და აი ვანო მერაბიშვილზე როდესაც თქვა, მე მგონი გამხსნელზე თქვა პირდაპირ, რომ ეს გამხსნელი ვანო მერაბიშვილმა იყიდა და მას მოთხოვეთ პასუხიო ფაქტობრივად ესეთი პარადიგმა იყო, ხო? და აი ხა ცდილობენ ნავიგაციას, როგორ ასე ვთქვა, შტორმში როგორ გავიდნენ უფრო მარტივად, ცდილობენ რომ ერთი ჩვენ ყველას მიაწერონ ეს დასკვნა, რაც არასწორი არის, მეორე ცდილობენ რომ თუ ეს არ გამოუვიდათ, დაიბარონ თავისიანები და შეიძლება ვიღაცა შეწირონ კიდევაც ამ ამბავს, იმიტომ რომ გუში როგორც მახსოვს ზვიად ხარაზიშვილი იგივე ხარებაც დაიბარეს, გომელაურიც დაიბარეს გამოკითხვაზე. შეიძლება ფორმალობა იყოს, მაგრამ თუ გაუჭირდათ ჩემი აზრით არავის არ დაინდობენ, მით უმეტეს, როდესაც თუ საბოლოო ჯამში თქვეს, რომ ჩვეულებრივი ცრემსადენი გაზი გაურიეთ წყალში, ეს ნაკლები პრობლემა იქნება, როგორ ფიქრობ? ცრემსადენი, აი, როდესაც გამოკითხვაზე ვიყავი კიდევ ერთხელ, იქ ერთ-ერთი მუხლი ხო არის ძალაუფლების გადამეტება, ხო? აი, ჩვენი კვლევის მიხედვით თუ ეს გართულებები პირდაპირ ანუ მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენა ეხა ჩვენი კვლევით რთული არის, იმიტომ რომ ობზერვაციული კვლევით მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენა ვერ ხდება, იმიტომ რომ არაკონტროლირებადი სიტუაცია არის და შესაბამისად ჩვენ პირდაპირ არ ვასუნთქებთ, ხო? მოდი აიგერ შენ ეს ისუნთქე და მე გამოგიკვლევ, ხო? მოხდა უკვე ფაქტი და მე გამოვიკვლიეთ ეს. შესაბამისად, ასოცირება რახან შეგვიძლია ჩვენ ნამდვილად ვთქვათ, რომ ამ გართულებებთან იყო, რაც ჩამოთვალეთ პირველ ნაწილში. მაინც შეიძლება უფლებამოსილების გადამეტებაზე წავიდეს გამოძიება, იქიდან გამომდინარე, რომ 500 და 600 რო ისვრი ერთ დღამეში და ყველა კაფსულას რო აქ მაგალითად აღწერა, რომ წყალში არ გაურია, იმიტომ რომ დოზირება რთული არის მერე და შეიძლება ადამიანი ძალიან დააზიანო, ჩვეულებრივ წყალში გაურიეს ამაზე. კი ბატონო, ანუ საუბარი მას გერე მარტო კაფსულები ისროლეს ერთი თემა, რომელიც მართლა ბევრი ისროლეს. საუბარია რომ წყლის ჭავლი, რომელსაც ადრე ჩვეულებრივ წყალსაც ხამდა ხალხს და ამ ბოლოს გადაწყვიტეს რატომღაც რომ ამ წყალშიც ქიმიკატები გაერიან. რასაც თვითონაც არ უარყოფენ. კი, ესეც რო წაიკითხოთ, პირდაპირ უწერია ნებისმიერს ინსტრუქციაში, რომ შეიძლება იმდანაც დიდი დოზა მიაწოდო ადამიანს, რომ არალეტალური იარაღი გახდეს ან ლეტალური, ან ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. ეს ნებისმიერ ვარიანტში პრობლემა არის. მეორე რაც პრობლემაა, დიდი რაოდენობით კაფსულების გამოყენება, ხო? იმიტომ რომ როდესაც შენ თან აქ რა ვიცი, რამდენი ადამიანი დადის, აი შაბათია და აქაც უამრავი ადამიანი არის, ხო? უკვე დადის და ის თან არ მოურეცხავთ, არც გაუწმენდიათ და ეს კრისტალები რაც არის თვითონ ჩვეულებრივი ცრემსადენი არის, ესე ჩვეულებრივად არ ეცხება და არაკანონიერ ნივთიერებებზე საერთოდ აღარ მაქვს უკვე საუბარი, ხო? კი ბატონო, თუ მე მინდა ასე ვისაუბრო ამ დარღვევების დროს სხვა დარღვევები რაც იყო, თუნდაც ძალადობა, თუნდაც, არ ვიცი, წამება, რაზეც ადამიანები საუბრობენ, იმიტომ რომ ამ BBC-ს ფილმში ყველა აქცენტი გადავიდა ამაზე, ცრემსადენ გაზზე, თუ ქიმიურ ნივთიერებაზე, რაღაც პირველი მსოფლიო ომი ახსენეს და ნუ სკანდალური გამოვიდა ეს სათაური და ასე შემდეგ. მაგრამ ამ BBC-ს ფილმში ასახული იყო ყველა ის ძალადობა, რაც იყო მანამდე, ხო, ადამიანების ცემა, წაქცეულების, მათი, რა ვიცი, ცხვირპირის დამტვრევა, დაჭერილების ცემა და ასე შემდეგ და რო არც ერთი პოლიციელი არ დასჭირდა. არ დასჭირდა და თქვენ არა მარტო ექიმი ხართ, არამედ ამ აქციების აქტიური მონაწილე იყავით და ამაზეც რომ მითხრათ, იმიტომ რომ ეს ხო არანაკლები დანაშაულია საბოლოო ჯამში. ჩემი მეგობარი მაგალითად აი ზევით ვიყავით შევჩენკოზე. რაღაც მომენტში დაიწყო დარბევა, ჩვენ ვიდექით უკანახასში, მაგრამ უკანახასში რა შუაში ვიდექით და ვამშვიდებდით ხალხს, რომ ნელაგად ჭყეპა რო არ ყოფილიყო და უცბად ისე აღმოჩნდით, რომ ფაქტობრივად პირისპირ აღმოჩნდით, ამ მარბიელი რაზმები რო ყავდათ და როდესაც უკანდახევა დავიწყეთ, უცბად როდესაც მოვიხეთ წავბორძიგდით და უცბად ჩემი მეგობარი ჩემს გვერდით აღარ არის და მე დაგვიბრუნეს გალახული ადამიანი. რასაც მე პირადად შევესწარი, ცხვირი ქონდა ჩამტრეული, კბილები ქონდა ჩამტრეული, ყბა ქონდა მოტეხილი და როდესაც მივიყვანეთ საავადმყოფოში, სანამ გამოწერდნენ და ასე ვთქვათ, იტყოდნენ, რომ ტვინის მხრივ არაფერი პრობლემა არ არის ყბაზე, ეს არის მოტეხილი ან გაბზარულია, ჩარევა ჭირდება, არ ჭირდება, კბილების მხრივ რა სიტუაცია, ცხვირზე რამე ჩარევა სჭირდება თუ არ სჭირდება.
სანამ ამას გავარკვევით, დაახლოებით 15 ადამიანი 2-3 საათში მოიყვანეს, ხო? იქ მარტო ერთ კლინიკაში, ჩინაშვილში და შესაბამისად ეს ყველაფერი პრობლემური არის, ხო? ჯერ ერთი, კაი, ვთქვათ რა კანონსაწინააღმდეგო მოქმედება, ანუ ცემა და უკან გამოშვება ეს რა ვიცი, პირდაპირ არის სისხლის სამართლის დანაშაული არის, ხო? ყველაფერს თავი დავანებოთ, მორალს და ყველაფერს თავი გავანებოთ. ხო, საუბრობთ ახლა ჯანმრთელობისთვის მიყენებულ ზიანზე და ეს ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი მარტო ამ ცრემსადენი გაზით ან ქიმიით არის, ხო? იყო მუშტით. არ ვიცი, წიხლებით, ჩვენ რა კადრებიც გვინახავს ახლა ის რასაც ყვებიან. კადრები რო არის, იმ ბიჭს რო ცემენ, ძირს რო აგდია და წიხს რო ამოარტყამ სახეში. ზვიაც რო ცემენ, ეგეც ანუ ეს ყველაფერი ხო BBC-მ გააერთიანა ფილმში რეალურად და ალბათ როცა ამაზე მიდის საუბარი თუ რა მოხდა მაშინ ხო ფართო კონტექსტში რომ მარტო ცრემსადენი გაზი და ქიმია კი არა აქ იყო ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი ძალადობის მხრივ. აი მე მაინტერესებს მაგალითად მაგ თემაზე რა აზრის არიან აი ეს ექიმები რომელიც ამბობენ ისევ ჩვენ კვლევაზე დაიწყებენ საუბარს თუ ამ თემაზეც დაიწყებენ საუბარს. მით უმეტეს რომ ჩვენი კოლეგებიც იყვნენ ხო ნაცემები არ იყო მარტო ასე ვთქვათ რაღაც უბრალო მოსახლეობა და ასე შემდგომ. იყვნენ ხალხი რომელიც ეხმარებოდა იქ ადამიანებს და ექიმი ვარო რო თქვა უარესად ცემეს ეს ექიმი ყოფილაო ხო ანუ ესეთი დარღვევები უამრავია და შესაბამისად ჩვენ ამ ფართო კონტექსტს უნდა უყუროთ ერთი რომ ადამიანებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ქიმიური არახს რო თავი დავანებოთ ასევე არავინ არ დასჭილა ესეც ნიშანდობლივი არის და მეორე რაც უნდა ვთქვა მესამე რაც უნდა ვთქვათ არის ის რომ პირიქით აქეთ დაიჭირეს ჩვენი მხარე და ოფიციალურ სტატისტიკაში სასაცილო ციფრები ჩაწერეს ერთი კვირის თავზე ჯანდაცვის სამინისტრომ რომ კლინიკას მიმართა დაზარალებულ კლინიკას მიმართა ნაცემ ადამიანმა მხოლოდ 90-მა თუ რაღაცამ. როდესაც ჩვენ აი მარტო ერთ მონაკვეთში მე პირადად ვარ შემსწრე რომ სადღაც ერთი 10-15 კაცი იყო მოყვანილი დაზარალებული, ხო? ეს ყველაფერი ავიცი ძალიან ცუდი არის მოკლედ და აი სტატისტიკის მხრივ კიდე ერთ ჰოსპიტალიზებულში ვის ამბობენ თუ იცი ანუ არ ვიცი ჯანსვისმა თქვა რომ აი ერთი დღე იყო მაქსიმუმ ჰოსპიტალიზებაო და ეს რო გამოყენებულიყო ქიმიური ნივთიერებაო უფრო მეტი იქნებოდა და უფრო მძიმე შედეგები იქნებოდა და ბევრი ძიმე შედეგები საავადმყოფოში მოხვედრაო ეს არის მაგრამ აი მაგალითად ალექსანდრ თირქიას მაგ სტატისტიკაში რატო არ მიეწერენ რომელიც შეიძლება ქიმიური იარაღით არ ყოფილიყო დაზარალებული მაგრამ თავში მოხდა ეს კაფსულა და კომაში იყო ხო რამდენიმე დღე ხო ანუ მაგალითად ინსტრუქციას როდესაც წერთ პირდაპირ უწერია იქ გარდა იმისა რაოდენობაზე და წყალზე გარევაზე უწერია რომ პირდაპირ არ უნდა დაუმიზნა ხო გარდა ამისა სასწაულებრივად ვართ გადარჩენილი რომ იქ ჭყლეტა არ მოხდა იმიტომ რომ აღწერაში ინსტრუქციაში ყველა გას უწერია რომ არ ჩააგდო ხალხში ანუ ხალხის წინ ჩააგდე რომ იმათმა შეძლო უკან დახევა თორე შიგნით რომ აგდებდნენ ეს ალბათ საზოგადოების შეგნების პლუსი არის რომ არავინ არ გადაეცა ერთს მოხდა თავში მარტო ხო შეიძლება ვერც მოხვედრო და ჭყლეტა რო არ მოხდა მაგაზეც ვამბობ მე რა ბრო ანუ ვეხმარებოდით იქ ერთმანეთს და ნელ-ნელა გამოვდიოდით ხელისუფლებაზე მათ მომხრებს ამ ყველაფერზე ამ ძალადობაზე რაც ჩვენ ნახეთ ეთერში ცემაზე მე დაკავებულებს ცემდნენ ხო ამ მანქანებში სანამ პოლიციაში მიიყვანდნენ რასაც სახალხო დამცველს კი წამებასთან გათანაბრებული ქმედება უწოდა ამ ყველაფერზე პასუხი აქვს რომ აქციები იყო ძალადობრივი ну გულისხმობა რომ მაშხალებს ისროდნენ და ასე შემდეგ აი ეს არის ალბათ თავარი იმიტომ სხვა ძალადობრივი მე იქ რო იყო დარბევა რო იწყებოდა ბუნებრივი აქედანაც ისროდნენ რაღაცას ქვებს და ასე შემდეგ მაგრამ ჩვენ როგორც აქციის მონაწილეს მინდა ამ შემთხვევაში კითხო ამაზე ამ ქვების როლაზე პასუხი გაქვს ქვების როლაზე პირველ დღე როდესაც იყო მარიოტთან გამოდიოდით და ჩემი ძმა მეძახის გამოდი და უცბად ხედავთ რომ ქვები მოდის ჩვენ საწინააღმდეგოდ და ის პოლიციელები იქიდან რა ქვია ჭიჭინაძედან კი არა და ბესიკის ქუჩიდან ჩამორბოდნენ და თან ქვებს გვესროდნენ. ანუ ეგეთი რამე მართლა ანუ ცემა ყველაფერი ხო გავიგეთ, მაგრამ აი ეს ქვებს ბისროლა პოლიციის მხრიდან რაღაც სხვა იყო ხო და აი ძალადობაზე რავი რა უნდა ვთქვა, ანუ ადამიანებს რომელთაც ესეთ ძალადობაზე არა აქვს და ყველაფერს ამართლებენ რომ აგერ ეს მაშხალას ისრო და საცემია ეს იმას შვებოდა და თუნდაც ამ BBC-ის კადრებში კარგად ჩანს რომ ის მაშხალს იმ სპეცრაზმოს რო ხდება ჩვეულებრივად მიდიან და ისვრიან იმეებს ხო იმიტომ რომ იმათ ისეთი ეკიპირება
უფლება აქვთ, რომ ფიზიკურად რაღაც ან თუ არ შეტრიალდა ან რაღაცა, ისე დაზიანებას ვერ მიიღებს, ხო? თუნდაც იგივე მაშხალით. ამბობენ, რომ პოლიციელები დაზიანებენ. კი, არა, იყო რამოდენიმე ადამიანი, რომელიც მე მგონი სურათების გავრცელდა, რომ უკანა ტანსზე და ასე შემდგომ დამწრობები ჰქონდათ, მაგრამ ხო, ანუ ძალადობის მხრივ თუ საუბრობთ, მე მგონი ძალადობა და წამება გაცილებით უფრო მაღალი ხარისხის არის ის, როდესაც მანქანაში ჩაკეტავ ადამიანს და ცემ, დაგდებულ ადამიანს ფეხში, თავში ურტყავ ქუსლებს, ფეხს და რა ვიცი, ესეთი ან რა ვიცი, დაიჭერ უბრალოდ ადამიანს, რომელსაც არაფერი არ დაუშავებიათ, გალახავ და გამოუშვებ აქეთ, რომ მე საავადმყოფოში წავიდეს, კბილები აქვს ჩაცვენილი, ცხვირი აქვს გატეხილი და ყამოტეხილი, ხო? ხო, და ამ ყველაფერმა ისე ჩაიარა, ვითომც არაფერი. ხო, არავის პასუხი არ მოსთხოვეს. პრემიერ-მინისტრმაც კი აღიარა, ხო, რომ კი 1-2 ინციდენტი იყო, ხო, იმ კადრებს ვერ გაექცევა სახეში რო ურტყანს სიეხს. 1-2 ინციდენტი იყო, მაგრამ არავერი. არავინ დასჯილი არ არის. შევაჯამოთ ჩვენ დღევანდელი საუბარი, ანუ რადგან ვისაუბრეთ, აი რა მოცემულობა გვაქვს დღეს ამ დარბევებთან, ძალადობასთან დაკავშირებით, იგივე ამ ქიმიურ ნივთიერებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებით, სად ვართ ამ ეტაპზე და რა არის მთავარი მოთხოვნა? ჩემი აზრით, რაც უნდა მოვითხოვოთ არის საერთაშორისო გამოძიება და ძალიან მარტივი იქნება ჩემი აზრით საერთაშორისო გამოძიებისთვის იმის დადგენა, ვინ შეისყიდა, როდის შეისყიდა, რამდენი შეისყიდა და მერე შეიძლება შიგნით სისტემაში თუ არიან ინფორმატორები, იმათაც უფრო მეტი გული მიეცეთ და ითანამშრომლონ გამოძიებასთან და თქვან, რომელ დღეებში გამოიყენეს და ასევე ჩემი მხრივ ეხა არ მისაუბრე ამ თემაზე, მაგრამ ამასაც დავამატებ, რომ აკადემიური თავისუფლება ნებისმიერ ვარიანტში უნდა იყოს დაცული და აკადემიური ნაშრომი ვერ უნდა გახდეს ადამიანის სამართლებრივი ან პოლიტიკური დევნის საფუძველი, ხო? ჩემ შემთხვევაში, ჩემ შემთხვევაში მე კიდე რაღაც დამატებითი კითხვები რახან ფილმში ვიყავი დამემბარეს, მაგრამ ჩემ ძმას, მამა ჩემს მაგალითად რაც კითხეს, რომ რატო გამოვყენეთ საერთაშორისო ჟურნალში და ასე შემდგომ, ესენიც მე მგონი ნიშანდობლივი უნდა იყოს, იმიტომ რომ კითხეს და დაიბარეს, არამედ მე დაიწყეს თქვენი გაშავება, ხო, ოფიციალურად უკვე პროპაგანდის მეშვეობით, ხო? აი დაამატეს. ხო. სულში ხო დაგიბარეს ყველა. პლუს დაიწყეს თქვენი კოლეგები, ასე ვთქვათ, გამოიყვანეს თქვენს წინააღმდეგ, ხო? ხო, ნუ სამწუხარო არის ნამდვილად იმ ადამიანების ადგილს მე არ უსურვებდი ყოფნას, იმიტომ რომ თავი შეირცხვინეს ჩემი აზრით და არ ვიცი, ალბათ მე ისტორიაში, როდესაც დაიწერება, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. კი ბატონო, და კიდე ერთი მოთხოვნა რაც უნდა ემატებოდეს, არის იმ მოძალადე პოლიციელების დაკავება და გასამართლება, ვინც წაქცეულებს ციხს ურტყამდა სახეში. იმიტომ რომ აქედან მხრიდან ამბობენ, აქედანაც იყო ძალადობა, აქედან 60 კაცი ყავთ მე დაჭერილი და იქედან არც ერთი. ეს სადაური სამართალია. ხო, ყველაფერს თავი დავანებოთ. კი, სულ რომ ჩავთვალოთ, რომ აქეთ ამ ხარის ქაღალდის სროლაზე ადამიანი ყავს დაჭერილი, ბოთლის სროლაზე დაჭერილი და იქედან წიხლის ტყმაზე არავინ არ ყავს დაჭერილი. კი. ნუ, ამიტომ აქ ალბათ თუნდაც აქ ვერ გაიმართლებს ხელისუფლება. კი, ამ მხრივ ახლა საერთაშორისო ეს ძირთად ამ ქიმიურ იარაღზე ეფუძნება, თუმცა ჩვენი მთავარი მოთხოვნა ჩემი აზრით უნდა იყოს, რომ ხელისუფლება რაც შეიძლება მალე შეიცვალოს და ანუ ეგ თორე ეგ პოლიციელებს ისე და სამართალდამცავ სტრუქტურებს არავინ არ დასჭირს. შეიძლება ეგ მაშინ მომავალ ხელისუფლებას მოუწევს ამ ყველაფრის გამოძიება. როგორც ახლა ეს ხელისუფლება იძიებს სააკაშვილის დროინდელ დარღვევებს, ისე მოუწევს ახალ ხელისუფლებას ამათი დარღვევების გამოძიება. კი, ახლა შეიძლება ქიმიური იარაღის გამოყენება თუ დადასტურდა, იქ სხვა საერთაშორისო პროცესები დაიწყოს და აქაურ სასამართლოს და საგამოძიებო სტრუქტურას არაფერი არ დასჭირდეს, მაგრამ მაგ მხრივ ალბათ უფრო ადგილობრივად გამოძიება იქნება მიზანშეწონილი, ვიდრე ის ოღონდ ამათ ხელში არ წარმომიდგენია. შეიძლება სამაგალითოდ ვიღაცები მართლა დასაჯონ, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ ეხა ერთი ადამიანიც არ ყავთ დასჭირდა. სანამ ჩვენ აქ საუბრობდით, ეხა დაგვეწია ინფორმაცია, რომ სუსმა გამართა ბრიფინგი და დაასახელა ნივთიერებები. ქლორბენზილიდი, მალონიტრილი და პრომილენ გლიკონისხსანი გამხსნელად. კონკრეტულად ამ ნივთიერებებზე ანუ დაასახელა, რომ ეს ორი ნივთიერება გამოვიყენეთ და არც ერთი არ არის აკრძალულიო, სუსი ამბობს. გადასამოწმებელია იმ კოდში რამდენად შედის ორივე და ასევე საერთაშორისო გამოძიებასთან ამარ ჩატარდება, ამათინდობა არ შეიძლება და ესეც უნდა გქონდეს თავში, ხო? მადლობა დიდი გადაცემაში მონაწილეობისთვის, კოტო ჩახუნაშვილი ექიმი იყო ჩვენი სტუმარი.